გამარჯობა ოფიცერო ჩაკ. ჰეი გოგონებო. ისევ დააგვიანეთ, მისტერ მაქს ყველაფერი უნდა უთხრა. კარგი რა ჩაკ, ეს არ გააკეთო. არ უთხრა მისტერ მაქს, თორემ პრობლემები გვექნება. ბოდიში გოგოებო, მაგრამ წესებია. ყველაფერი უნდა უთხრა. ჩაკ, შეხედე ჩვენ რა გვაქვს შენთვის? შეხედე. მე მიყვარს შოკოლადები, მაგრამ მაინც ვეტყვი მისტერ მაქს, რომ თქვენ ყოველთვის აგვიანებთ. ჩაკი ძალიან ბოროტი გახდა ამ ბოლო დროს. გეთანხმები, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ჩაკ, რა ხდება აქ? მილანა და სტეფი გამუდმებით აგვიანებენ. ჩაწერე ისინი შენს შავ სიაში. ახლავე შეგიყვან ჩემს შავ სიაში. მე? და რატომ მენდი? იმიტომ რომ სამსახურში მუდმივად გძინავს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. არ მაინტერესებს. მისმინე, მილანა და სტეფი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. გაიგე? კარგი, მივხვდი, გავიგე. არასოდეს მეგონა რომ მენდი დაგვიცავდა. წავიდეთ გოგოებო. არი ნერვიულო ინ. გამარჯობა გოგონებო. გამარჯობა. მე დაველაპარაკები მათ და ისინი შეწყვეტენ შენს წვალებას. ეს არ უშველის, ისინი ბოროტი ჩოგბურთელები არიან. გეყოფა ინ, თუ მათი გეშინია და პრობლემებს ერიდები, ისინი არ შეწყვეტენ შენს დაცინვას. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ მათ. ახლავე. კარგი ენჯი, მზად ვარ მათთან გასამკლავებლად. აბა ნახეთ ვინ ყავს აქ, ტირალა მეგობართან ერთად. რა საყვარელია. გოგოებო, იქნებ ჩვენს გუნდში ავიყვანოთ. ბურთებს გაეკიდება და ჩანთებს ატარებს ხოლმე. ახლა მომისმინეთ უნიჭო ჩოგბურთელებო. ინი აქ ბულინგისთვის არ მოსულა. გაიგეთ? ის აქ სასწავლებლად მოვიდა, თქვენგან განსხვავებით, თავი დაანებეთ. ხო, თავი დამანებეთ. როცა შენი მეგობარი ინი ბოდიშს მოიხდის იმის გამო, რაც გააკეთა, მაშინ ჩვენ მას თავს დავანებებთ. ჩემი რჩევაა, რომ ირგვლივ კარგად მიმოიხედოთ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ბურთი მოკვდეთ თავში და უცებ ძირს აღმოჩნდეთ. გითხარი ენჯი, ჩოგბურთელი გოგონები აუტანლები არიან მეთქი. ისინი ქათმები არიან, აბა გაბედონ და თითი მაინც შეგახონ. ჭკუას ვასწავლი. კარგი, კლასში წასვლის დროა. ბენს, დაიჭირე ბურთი. მიდი, დაიჭირე ბურთი. ჯანდაბა არ მესმის რატომ მივიღე ეს ლუზერი ჩვენს გუნდში. ჰეი ბუშტო, მიეცი მიას ეს წერილი. არავის არაჩვენო. ხო, რა თქმა უნდა, გუფი. მია, ძალიან მომწონ ხარ. შევხვდეთ. ჰეი ბუშტო, შენ არ უნდა კითხულობდე სხვის ჩანაწერებს. ხომ გითხარი მიას და გუფის ერთმანეთი უყვართ. ისინი მალე ერთად დაიწყებენ სიარულს. დილან, შეწყვეტე რაღაცების მოგონება. ეს რა არის? მეგობრებო, დღევანდელი გაკვეთილი ეხება მოზარდებს შორის ურთიერთობებს. ყველა მოზარდმა პატივი უნდა სცეს მის მეგობარს. ხო, მაგრამ ყველა მარიცის და არ შეუძლია ამის გაკეთება. თუ ვინმეს უნდა პატივისცემა და დახმარება, მაშინ პირველ რიგში უნდა დაიმსახუროს იგი. დიახ, სრულიად გეთანხმები. უნდა დაიმსახუროთ ეს. აბა, ისევ დაიწყეთ კამათი? მაქს, შეიძლება ერთი წამით დაგელაპარაკო? კეით, მნიშვნელოვან თემაზე ველაპარაკები ბავშვებს. შემიძლია ერთი წამით დაგელაპარაკო? მეგობრებო, ახლავე დავბრუნდები. კეით, რა მოხდა? მაქს, უბრალოდ ძალიან მომენატრე და შენი კოცნა მინდოდა. კეით, მეგონა რაღაც სერიოზული მოხდა. მაქს, შენს ვეფხვის ენატრება თავისი ვეფხვის ბელი, ეს ძალიან სერიოზულია. კარგი, ჩქარა, მაკოცე და წავალ. დღეს სკოლის შემდეგ საყიდლებზე მივდივარ. გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? შოპინგი? კი, მე მიყვარს შოპინგი. კარგია, ერთად წავიდეთ. ხო, გამარჯობა, მე კარგად ვარ. თავად შენ როგორ ხარ? შენ წადი, მე მალე დაგეწევი.
კარგი, ხო, მშვენიერია. დღეს საყიდლებზე მივდივარ. ნახე, ახალი გოგო მოდის. ღმერთო, ეს ჩოგბურთელი გოგონები მას ისევ დაჩაგრავენ. ბენ, შეხედე, ახალი გოგო მოვიდა. მოიცადე ერთი წამი, მე ახლავე დავბრუნდები. ინ ვიფიქრე და მივხვდი, რომ აღარ უნდა ვიჩხუბოთ. პირიქით, პატივი უნდა ვცეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორც ბატონმა მაქსმა თქვა, ღმერთო ჩემო, მართლა? აღარ მაწყენინებთ? არა, ჩვენ აღარ ვაპირებთ ჩვენს დაჩაგვრას. შეხედე, ბონია ესაუბრება ინს, საინტერესოა. იმედი არ შერიგდებიან, თუ ის ინ შეურიგდება, გუნდს დავტოვებ. სერიოზული განცხადება. დამშვიდით, მეგობრებო, გოგონები ამას თავად გაარკვევენ. მე უკვე დავიღალე ამის სისულელების მოსმენით. შეგიძლია ცოტა ხანი მოკეტო? მე უკვე დავიღალე. მზად ხარ მშვიდობის დამყარებისთვის? აბსოლუტურად. იცი, ინი, მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ვეხუტებით, როცა ვრიგდებით. ჩავეხუტოთ? მაგარია. ხო, დღეს ჩემი დღეა. ჰეი, ლუზერებო, ნახეთ, მე ჩოგბურთელს შევურიგდი. ბონია, რაზე ისაუბრეთ? ახლავე ნახავ. რატომ იცინით? იმიტომ რომ ქათამი ხარ. რა? რა და ქათამი ხარ? ზურგზე ასე გაწერია. ინ რა მოხდა? ისევ ჩოგბურთელები დამცინიან. თავი დაანებეთ ინს, ის უდანაშაულოა. ხო და რომ იცოდეთ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ კოცნის ფოტო. რა? სერიოზულად ამბობ ამას? რა თქმა უნდა. სრულიად სერიოზულად. კარგი, ახლა თქვენ დიდ ჟარში ხართ. აბას ცადეთ და ჩემს მეგობარს თითი დააკარე, მაშინვე კამპუსიდან გაბუნძულდები. გოგონებო, სად მიდიხართ?